რა განსხვავება არანორმალურ ფსიქიურად შეშლილ ადამიანს და აბსოლუტურად ნორმალურ ადამიანს შორის? ეს არის, შეიძლება გაგიკვირდეთ, რატო ვსვავ ამ კითხვას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ გიჟი ადამიანი გიჟია და საგიჟეთშია მოთავსებული. სხვადასხვა ნიუ-იორკში ძალიან ბევრია, ქუჩაში რომ გადიხარ, ხვდები ჩვეულებრივად უამრავი გიჟი დადის, ისე რომ არც სვავენ საგიჟეთში რა. მაგრამ არ არიან ისეთი აგრესიულები, ხა მე პირადად არ მესიამოვნება, იმიტომ რომ მაინც მეშინია. მაგრამ ნუ ესეთი კანონი არსებობს. სავარაუდოდ ჩვენ გონია რომ ის ადამიანები ვინც ხო მოთავსებული არიან საგიჟეთში, ესე იგი ისინი აბსოლუტურად იმ კრიტერიუმში მოთავსებული პერსონები, რომლებიც არიან აბსოლუტურად არა მიღებული ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანების ცხოვრებისათვის. მაგრამ სინამდვილეში დღესდღეობით ის ფენომენი, რაც ჩვენ თვალწინ იხსნება და ეს მოხდა კიდევ ერთხელ ვიძახი კოვიდის ამბების მერე, საგიჟეთში წესით ხო უნდა შევიდეს უამრავი სხვა ადამიანი ნორმალური, ვიდრე ის ადამიანები, ვინც იქ არიან. იმიტომ რომ ზოგადად ცხოვრება იმდენად შეიცვალა, იმდენად არასტაბილური გახდა, იმდენად ადამიანის ფსიქიკა დასუსტდა, იმდენად ადამიანი მოექცა იმ ბერკეტის ქვეშ, რომ შენ ხარ სულ შეშინებული, შენ ხარ რატომღაც ანერვიულებული, შენ გეშინია საკუთარი მესი, საკუთარი თავის იმ გარემოსი, რა გარემოში ცხოვრობ, გეშინია ყველაფრის, იმიტომ რომ ეს გამოწვეული იქნა ამ ავადმყოფობის მერე, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვეშინოთ და ვფიქრობდით, რომ ვერ გადავრჩებით, საერთოდ შიში ანგრევს ადამიანს. ეს შიშის ფენომენი არის ერთ-ერთი ის ბერკეტი, რომელსაც გამოყევხარ შენი ჩვეულებრივი წონასწორობიდან და ეს მიზეზის შედეგი გამოსვა წონასწორობიდან იღებს შემდგომ ადამიანის სახე სიცეს, რომელიც არის ფსიქიურად დათრგუნული, შეშინებული და პრაქტიკულად განადგურებული. ამიტომ დღესდღეობით მე მაგალითად ხანდახან ის გიჟი, ვინც ქუჩაში დადის ხო ნიუ-იორკში, უფრო შეიძლება წყნარ და ნორმალურ ადამიანად აღვიქვა, ვიდრე ის ჩუმად ჩაკეტილი, შიგ თავის სამყაროში გახვეული კაცობრიობა, ასე რომ ვთქვა, ადამიანები, ვინც დადიან ჩვეულებრივ რეჟიმში ქუჩაში და ამ დროს არ ავლენენ თავის თავს როგორც გიჟებად, მაგრამ იმდენად ნეგატიური, იმდენად დაძაბული, იმდენად ფსიქიურად არეული ენერგეტიკა მოდის მათგან, რომ შენ ძალნაურებულად უსმევ შენ თავს კითხვას, რომ რა უნდა გავაკეთო ამ შემთხვევაში, როგორ ვიყო დაცული აი ამ ძალიან რთულ პროცესში ადამიანის არსებობისა. ეს განაპირობებს, სხვადასხვა ეს შიშის ბერკეტი, ეს დაძაბულობის მდგომარეობა განაპირობებს ადამიანის იმ მხრიდანაც დათრგუნვას, რომ შენ პრინციპში უსუსური ხდები საერთოდ შენი პიროვნების მიმართ, საერთოდ იმ საქმიანობის მიმართ, რასაც შენ აკეთებ. შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც საერთოდ უარი თქვა თავის პროფესიაზე, იმიტომ რომ ჩათვალეს, რომ ეხა ისეთი პერიოდია, რომ მე უნდა რაღაცა მოვძებნო, მე უნდა რაღაც გავაკეთო, იმიტომ რომ სხვა გზა არ მაქვს, გადარჩენის მომენტია საჭიროა, აუცილებელი და იძახის უარს იმ რაღაცა ძვირფას რაღაცაზე, რაც მას შეიძლება ბედნიერება მოიტანოს და მიდის სხვა აბსოლუტურად გზით. ეს არის ძალიან ისეთი მე ვთვლი რთული გადასაწყვეტი მომენტი და პრობლემა საერთოდ ადამიანებისთვის, საერთოდ ჩვენთვის, საერთოდ გლობალურად კაცობრიობისთვის და ჩემ თავს ძალიან ხშირად უსვავ კითხვას თუ რითი შემიძლია მე საკუთარი ეს რაღაცა ფსიქოლოგიური ტრავმები, ეს ფსიქოლოგიური აშლილობა, იმიტომ რომ მეც გამოჩნია იგივე პრობლემა. თქვენ რა გონიათ, რომ მე არა მაქვს იგივე პრობლემები, ცხოვრებისეული უამრავი, რაც წამოიწია after COVID-ის ამბების მერე, რა თქმა უნდა, მაგრამ ალბათ ეს ზუსტად ის მომენტია, ის რაღაცა გრადაციული კაცობრიობის განვითარების პიკის მომენტია, როდესაც ადამიანი რჩება თავის თავთან მარტო და აუცილებელი ხდება იმ კითხვის დასმა, რომ როგორ ვებრძოლო ჩემს უიღბლო, ჩემს მძიმე, ჩემ ფსიქიურ დეპრესიულ მდგომარეობას. ამ ორთა ბრძოლებში, რასაც ქვია მე და მე, ჩემი თავი და ჩემი პერსონა მე, ხო? ძალიან დიდ როლს ჩვენ შეცდომით გვგონია, რომ თამაშობს ძალიან დიდ როლს გარემო სამყარო. ჩვენ გვგონია ხშირად, რომ ძალიან დიდ როლს ასრულებს ის ჩვენი მეგობრები ასრულებენ, ჩვენი მეგობრების, ადამიანების სამსახურის სფერო, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, რომ ისინი არიან სწორედ აი ის ბაზა, რის გამოც მე შეიძლება ვიყო ასე, ხო?
ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავიქცევით აი ამ ატმოსფეროს, იმ პუბლიკას, იმ მდგომარეობას, რაც ჩვენ ვიმყოფებით, იმ ხალხს, ვის გვერდითაც ვართ, მაგრამ სინამდვილეში ეს პრობლემა არის ჩვენში და ეს არის გადასაწყვეტი პერსონალურად თითოეული ადამიანის მიერ. იმიტომ რომ სანამ შენი ტვინით, შენი ქმედებით, შენი საქმით, შენი შემოქმედებით დაუკავშირდები და შექმნი კონტაქტებს სამყაროსთან და ხალხთან, პირველ რიგში შენ უნდა დაამყარო ჰარმონიული ურთიერთობა და ჰარმონიული კონტაქტი შენ თავთან. ასევე ეს ძალიან რთულია. იმიტომ რომ შეიძლება გაგეღვიძოს დილით და უბრალოდ მიხვდე რომ აი იმდენად ცუდად ხარ, იმდენად არ გაინტერესებს არაფრის გაკეთება, რომ აი დეპრესიული მომენტი გაქვს, რომ აი არ გინდა არაფრის გაკეთება და როგორ უნდა დავამყარო ახლა მე ჰარმონიული ურთიერთობა ჩემ თავთან, როდესაც არა ვარ კარგად, ხო? ამისთვის არსებობს ძალიან ელემენტარული ფიზიკური ვარჯიშები, სუნთქვითი ვარჯიშები და ასევე რაც მთავარია შინაგანი ესე რომ ვთქვათ, არ მიყვარს ხოლმე ამ თემას ეს ცალკე თემა კიდე ლოცვის თემა, მაგრამ შინაგანი მოდულაციის სწორი მომართვის პროცესი. შინაგანი სულიერი მდგომარეობის მომართვის სწორი პროცესი, იმიტომ რომ შენ ყოველთვის ადამიანი ხო? პირველ რიგში განიხილები როგორც სულიერი ობიექტი და მერე როგორც ფიზიკური. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ჩვენი შემეცნებით, ხო ის როგორ არის ეგვიპტის პირამიდა, რომელიც დახატულია, ეს ყველა არ არსებობდა ეგვიპტეში, იძახიან რომ ეს საერთოდ არ არის ადამიანების მიერ აშენებული კონსტრუქციები, ეს ჩვენ სხვა ცივილიზაციების, ატლანტების მიერ დატოვებული ინფორმაციული კონსტრუქციები არის. ნახეთ როგორ ხდება სამი მთავარი წერტილი, ჩვენ ვიმყოფებით სამ განზომილებიან სამყაროში, ხო? აქედან გამომდინარე, რომ ადამიანის სხეული, ტვინი, სხეული და მესამე მთავარი წერტილი, იცით რა არის ალბათ, ხო? სული, ენერგია, ის რომელიც შენში არსებობს. ესე იგი, დილიდან როდესაც შენ გაიღვიძებ, ხო? და აი ამ ორ ევოსტასიაში, აი ამ ორ მდგომარეობაში, რასაც ქვია, სხეული და ტვინი, ხო? ქიჭირს და ხარ ცუდად, აუცილებლად უნდა შენი შინაგანი მესამე აი ამ შემეცნებითი სულიერი არსით მიუბრუნდე შენ იმ სამყაროს, რომელიც არის აბსოლუტურად მარადილ სინათლეში, რომელიც გვმართავს ჩვენ, რომელიც ჩვენ ყველა ფერს გვიწყობს თავიდან ბოლომდე და რაღაცნაირად განაპირობო მასთან კონტაქტის თქვენი ენით. ეს შეიძლება იყოს მოძრაობა, ეს შეიძლება იყოს ცრემლი, ეს შეიძლება იყოს ღიმილი, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ მელოდიის წამღერება დილით, ეს შეიძლება იყოს ვარჯიში, ეს შეიძლება იყოს უეცარი მოძრაობა, მაგრამ რაღაცა აი შენი, რომელიც განაპირობებს შენს ინდივიდუალურ კონტაქტს შენ აი მესამე ყველაზე მთავარ ძალასთან, მესთან, რომელიც წარმოდის სულიერი სამყაროდან. და იცით რა არის, ვერ წარმოიდგენთ თქვენ რაოდენ უეცრად ხდება თქვენი მდგომარეობის შეცვლა. თქვენ იგრძნობთ, რომ აი მომენტში, როდესაც ვერ იყავი, ხო, კარგად, ცუდად იყავი, უბრალოდ აი იმ ფიქრმა და აი იმ რაღაცა мотивაციამ, რომ შენ მოგინდა რაღაც აი მესამე განზომილებისკენ წინ სწრაფვა, გამოგიყვანათ ამ ცუდი მდგომარეობიდან. ცადეთ, ეს არ არის რთული. და მე ვთვლი, რომ საერთოდ ყველანაირი აშლილობა, ყველანაირი დეპრესია, ყველანაირი ფსიქოლოგიური და ფსიქიკური შეტევა მოდის სულიერი შემეცნების ნაკლებობიდან. რაც უფრო მეც დაუსვამთ თქვენ თავს კითხვებს, რაც უფრო მეც გააღვივებთ ურთიერთობას, არა თქვენს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან, თქვენ საკუთარ მესთან, თქვენ საკუთარ თავთან, მით უფრო თქვენ დადებთ ძალიან კარგ შედეგს თქვენი ცხოვრების წარმატებული გზის წინსვლისაგან. ბედნიერება მინდა გისურვოთ ყველას.